Kobuleti კომპანია Sinohydros კაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები დაკმაყოფილებულია. საქართველოს საგზაო დეპარტამენტსა და ჩინურ კომპანია Sinohydros ხელმძღვანელობას შორის 4 საათიანი მოლაპარაკების შემდეგ 10 პუნქტიდან 9-ზე შეთანხმება მიღწეულია. ხელფასების 30%-იანი ზრდა, სამედიცინო დაზღვევა, სპეცდანსაცმელი, სასმელი წყლით მომარაგება და ტრანსპორტირება სხვა დანარჩენ მოთხოვნებთან ერთად შესრულებული იქნება, განაცხადა ჩინურმა მხარემ. ამის დასტურად შესაბამისი დოკუმენტიც გაფორმდა. მოლაპარაკებაში ჩართული პროფკავშირები აცხადებს, რომ პირობის შესრულების პროცესი დააკვირდება და იმედოვნებს, რომ ისინი აუცილებლად შესრულდება. შეგახსენებთ, ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები 10 დღეა გაფიცრულები არიან. ისინი დამსაქმებლისგან 8 საათიან სამუშაო გრაფიკს და სხვა პირობების შესრულებას ითხოვდნენ. შეთანხმების მიღწევის შემდეგ მუშები სამუშაოს 1 ნოემბრიდან დაუბრუნდებიან. ძირითადად იყო მოთხოვნები დამოკიდებულებაზე, დამქირავებასა და დაქირავებას შორის. ძირითადად კიდე იყო ასევე ხელფასის გაზრდაზე და დაკმაყოფილება და ის რაღაც ელემენტარული პირობები. მე ესეთი დაკონკრეტება, ესეთი წვრილმან საკითხებზე დიდი ყურადღების გამახვილებას ნამდვილად არ ველოდი მათი მხრიდან. რა თქმა უნდა, უკმაყოფილები ვართ, რომ ცოტა შედეგს მაინც მივაღწიეთ. ადამიანების უფლებები დაცული იქნება და იქნება ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებული. როგორც დაგვიდნენ აი საბუთიერად და ეს ამათ არიან თვითონ და აი გაერკვე ყოველ ზეგე სამუშაოს დროს გავარკვევ თონს.